საღამოშტობისა ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე გადაცემით პოლიტიკის საათი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა და ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, იქნება საქართველო. ძალიან ბევრ საყვედურს ღებულობთ ხოლმე მაყურებლისგან, რომ ვისაუბროთ ამომწურავად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მოგესალმებით ბატონო სოსო. მადლობას გიხდით სტუდიაში მობრძანებისთვის. დღეს მინდა მთელი გადაცემა მიუძღვნათ საქართველოს, თუმცა ძნელია, როდესაც საქართველოზე საუბრობ, ეს რკალი არ დაინახო, რაც უკრაინაში ხდება, იმიტომ პირდაპირ კავშირშია ეს საქართველოსთან, რაც ხდება დღეს რუსთაველზე. უკვე რამდენი ხანია, თითქმის 3 თვეა, მაგრამ მინდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრთან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეხვედრაზე. პრინციპში შეხვედრა თუ ესე ვთქვათ ელჩის გამომეტყვა სხეულის ენაზე თუ ვიმსჯელებთ, ძალიან მძიმე იყო ელჩის და ბოჭმაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის დეტალები. ჯერჯერობით უცნობია ოფიციალურ დონეზე რაზე იყო საუბარი, მაგრამ გუშინ ელჩი შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 31 მარტს გეგმავს ოპოზიციური გაერთიანებას, თუმცა ესეც დაპირისპირების მიზეზია ნაციონალურ მოძრაობაში და 31 მარტი უნდა იყოს საყოველთაო აქცია დღე რადიკალების ასეთი არის შეფასება. როგორ ფიქრობთ ბატონო სოსო, რა იყო დანიგანის შეხვედრის მიზეზი და ჩვენ ნახეთ გუშინ სხვათა შორის რუბიოს განცხადებაზე, ცლად მინდა ამ თემაზე ისაუბროთ, რომ დროა სამხრეთ კავკასიას მივხედოთ. რუბიოს განცხადებით უნდა დავიწყოთ, რომ კონტექსტი იყოს გასაგები. უკვე ყველასთვის გასაგებია რა ხდება ჩვენს გარშემო, კერძოდ ახლო აღმოსავლეთში და ჩვენ თუ გახსოვთ ჯერ 7 ოქტომბრის ტერაქტი რო იყო, მაშინვე მე დავწერე რომ მის სამიზნე იქნება ირანი და ასეც მიდის პროცესი. მიმდინარეობს ძალიან სერიოზული მზადება ირანზე შეტევისათვის. იქნება ალიანსები და კერძოდ იგულისხმება აქ შეერთებული შტატები, ისრაელი, აზერბაიჯანი, რაც უნდა გასაკვირი იყოს ახლა ზოგიერთისთვის, აზერბაიჯანი არის ისრაელის უახლოესი მოკავშირე და თურქეთი, რომელიც თითქოს დაპირისპირებაშია ახლა ისრაელთან, მას ამაში ხელს არ უშლის. ჩვენ არ გვახსოვს არც ესეთი მკვეთრი განცხადება ერდოგანის მხრიდან დაუშვათ იმის გამო, რომ აზერბაიჯანი ასეთ მჭიდრო ურთიერთობაშია ისრაელთან. ისრაელის დახმარება გამოიხატება ყველაფერში, აბსოლუტურად, როგორც პოლიტიკური, ესე ტექნიკური დახმარება არის და თანამშრომლობა აზერბაიჯანული ნავთობის 30% იგზავნება ეილათში, თურქეთის გავლით, ანუ ისრაელში, სადაც ისინი ნავთობგადამომუშავებელი ქარხნები ღებულობენ. ამასთანავე ძალიან დიდი ინვესტიციებია აეროსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება და ასე შემდეგ და ამგვარები ისრაელის მიერ. ანუ ეს თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ამ არეალში ისრაელის, აზერბაიჯანის ხომ არ არის ამოვარდნილი კონტექსტიდან ტრამპის რიტორიკა და ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ძალიან მკვეთრ დაპირისპირებაშია. შესაბამისად ინტერესი სამხრეთ კავკასიისადმი სწორედ ამით არის განპირობებული მარკო რუბიოს განცხადება, სამხრეთ კავკასიას უნდა მივაქციოთ ყურადღება და საქართველოს ბუნებრივია ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ. იდება ხელშეკრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. სომხეთი ძალიან საინტერესო პოზიციაში აღმოჩნდა, ვინაიდან ის მაქსიმალურად წელავდა ხელშეკრულების დადებას აზერბაიჯანთან, სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას. გასუკვირას მოაწერეს. ვინაიდან ანგარიში ჰქონდა ესეთი იმაზე, რომ გაიმარჯვებდა კვლავ ბაიდენი, მოგახსენებათ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან ძალიან დაძაბული იყო ურთიერთობა აზერბაიჯანის ხელისუფლების, მკვეთრი განცხადებებიც გვახსოვს და ასე შემდეგ. და არა მარტო მკვეთრი განცხადებები, სანქციები, მაგრამ
არც ერთი და ესე იყო გათვლა ჰქონდათ სომხეთს გათვლა ჰქონდა პაშინიანს რომ აი ბაიდენის ადმინისტრაცია დარჩება შესაბამისად უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება სომხეთი აზერბაიჯანთან მიმართებაში ამიტომ წელავდა ამ სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას მაქსიმალურად ის კი არა და პაშინიანმა ხელი მოაწერა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ ურთიერთობას მაშინ როდესაც უკვე წაგებული ჰქონდა ბაიდენს ესე ვთქვათ არჩევნები ну რაც არ შეიძლება არ იწევდეს შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გაღიზიანებას ვინაიდან ну ახლა ტრამპი უპრეცედენტო ნაბიჯებს დგავს კერძოდ მოუხსნა დაცვა იმას ბაიდენს და მის შვილებს ანტერ ბაიდენი საერთოდ გაქცეულია სამხრეთ აფრიკაში ის გაკოტრდა სურათები აღარ ეყიდება შენობა რომელშიც სურათები იყო დაიწვა და არა მარტო ეს მოხსნა არამედ ტრამპმა გადაწყვიტა უპრეცედენტო რამ გაეკეთებინა გააუქმა ის წინასწარი შეწყალებები რომელზეც ხელი აქვს მოწერილი ბაიდენს მათ შორის შვილსაც შეეხება ეს ხო შვილსაც ეხებოდა ის და არა მარტო შვილს და კერძოდ ეს საბუთება იმით რომ ბაიდენი არ აწერდა ხელს ამ დოკუმენტებს რომ ის არანამდვილია რომ ის თქმედ უნარო იყო და შესაბამისად სარგებლობდნენ ამით მისი ადმინისტრაციის წევრები და ეს საერთოდ უპრეცედენტო ნაბიჯებია საერთოდ და ახლა წარმოვიდგინოთ ეს მდგომარეობაა და აქ ამ დროს ფაქტიურად დაშანტაჟებასთან ქონდა საქმე ესეც შეიძლება აღიქვას იმიტომ რომ ტრამპი ძალიან შურისმაძიებელი ადამიანია ჩანს ეს კიდევაც ხო და ახლა ეთყობა ახლა პაშინიანი მიხვდა რა ის წინაშეს დადგა ამიტომ გააკეთა ესეთი ნაბიჯი ესე იგი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რისხვას არ დაიმსახურებს ესე მგონი ხო ახლა გარეკლამდა იმ რომ პაშინიანი შეხვდა იმას ვენს მაგრამ ეგეც უპრეცედენტო რამ მოხდა ვენსი იქ არის სამლოცველო ამ პროტესტანტები ამ რესპუბლიკური პარტიის საფუძველი არის აი ეს საპროტესტო ქრისტიანული პროტესტანტების ლოცვითი შეკრება ქვია და რატომღაც იქ აღმოჩნდა პაშინიანი მთელი 2 დღე იჯდა იქ რაშუაში იყო ხა პაშინიანი ფრანგული დაეხმარნენო წერენ ფრანგები მას შეუწყეს ხელი რომ იქ აღმოჩენილი იყო სადაც ვენსიო არა ნუ იქ აღმოჩნდა მაგრამ ნუ ახლა გაუგებრობა იყო რაშუაში იყო ხა პაშინიანი და უშუალოდ ამერიკელი პროტესტანტების ლოცვით შეკრებაზე რესპუბლიკურ პარტიის ლოცვით შეკრებაზე და 2 დღე იჯდა იქ ეთქობა იქ ლოცულობდა თუ რა შვებოდა და მოკლედ ვენსთან გადაიღო სურათი, თუმცა ეს არაფერს არ ცვლის. ახლა ეს რატომ მოვყევი ჩვენ როგორ გვეხება, ხომ? გასაგებია რომ ეს გააქტიურება განიგანის გარკვეულწილად, გარკვეულ ზონდირებას წარმოადგენს საქართველოს პოზიციის შესახებ. ხო? იმ სიტუაციაში, რომელიც არის რეგიონში. რეგიონში კიდე ერთხელ ვიმეორებ ისრაელმა გუშინ დაბომბა ჰამასი კვლავ იქა ღაზაში და ნუ ასობით დაღუპულია 200-მდე ამბობენ დაღუპულს იქ რაღა დასაბომბი და საერთოდ ხალხი როგორ ძლებს ეგეც კიდე გაუგებარია იმიტომ რომ არ არის ელექტროენერგია მიწოდება შეუწყდათ წყალი არ იფილტრება საერთოდ ნუ კატასტროფული მდგომარეობაა ამავე დროს მიმდინარეობს სირიაში გოლანის სიმაღლეები ისრაელმა აიღო. სირიაში ქაოსია. სირიაში ძალიან საინტერესო მოვლენებია და მე მინდა მაყურებელს შევახსენო რომ თქვენ ამ გადაცემაში დაახლოებით ერთი თვეც არ არის. თქვით კიდევაც რომ გააკეთეთ განცხადება რომ ძალიან მძიმე ვითარებაა სირიაში, ამის გაშუქება მედიის მხრიდან არ ხდება, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეს ამოფეთქავს. ეს იყო თქვენი განცხადება ამ ეთერშიც გააკეთეთ ეს განცხადება და ბეჭდურად კიდევ 4G-ში გამოქვეყნდა ეს ინტერვიუ. Წელიწადში საპროგნოზო რატო გახდა ეს მაგალითად რა სიურპრიზი ვიღაცისთვის 7 დეკემბერს დავწერე ამის შესახებ მე რომ იქ აუცილებლად დაიწყება ეთნოკონფესიონალური შეტაკებები და ამას დიდი მსხვერპლი მოყვება, ნუ გასაგებია რომ მოყვა კიდევაც, ხო?
იქ სირიაში კიდე ცალკე განსახილველი არა ხდება ძალიან წყალებში საინტერესო ამბები ხდება იქ. ხო, ახლა რასთან არის კიდე დაკავშირებული შტატები ბომბავს ამავე დროს იემენს. იემენელ ხუსიტებს და ტრამპი იქ ესე იგი ჯოჯოხეთს უხადის მათ. ყველას ესმის ახლა რომ თავარი სამიზნე ამ მთელი ამ აქტივობების ირანი არის. იმიტომ რომ ირანის რეჟიმის დამხობა და დეზინტეგრაცია ირანის ეს არის ისრაელის გეგმების და შეერთებული შტატების გეგმების რეგიონში სრული რეალიზაციის საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ერეთ ისრაელის, ან დიდი ისრაელის ჩამოსაყალიბებლად. ახლა მოგეხსენებათ, რომ ასად არ გადადებულა იგივე პალესტინელების გადასახლების საკითხი. ახლა ხან სომალის ასახელებენ, ხან სუდანს ასახელებენ და ასე შემდეგ და არავინ არ ეკითხა, არავის არ აინტერესებს ამ შემთხვევაში პალესტინელების აზრი, ხო? არც კიდე გრენლანდიის საკითხი გუში გამოვიდა ისევე ტრამპი და მოგეხსენებათ ნატოს რიუტეს ელაპარაკებოდა რომ აი ვფირდება ეს გრენლანდიაო და ის კიდე ხმას არ იღებდა ნატოს გენერალური მდივანი ელაპარაკება ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიის ესე იგი მითვისების შესახებ ხო ესეც სიურპრიზი. ახლა ეს რატო ჩვენ როგორ გვეხება, ხო? გასაგებია, რომ აი ეს პროცესია ანუ ერთის ხრივ ესე იგი აზერბაიჯანი, როგორც ისრაელის მოკავშირე და შეერთებული შტატების მოკავშირე, რომელიც ძალიან მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა ამ ეტაპზე ნამდვილად. და მეორე მხრივ სამხრეთიდან, ანუ როგორ უნდა მოხდეს, ახლა რა უნდა მოხდეს. გასაგებია, რომ არ დაუშვებს ისრაელი არავითარ შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში შეეცდება ირანის ატომური პროგრამის შეჩერებას, იგივე იგულისხმება შეერთებული შტატების მხრიდან, ხო? შეერთებული შტატები აწვდის ისრაელს შეიარაღებას, რომელიც მას სჭირდება, იგულისხმება ეს ბუნკერის ასაფეთქებელი ბომბები და რაკეტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საავიაციო დარტყმა იქნება, ეს სარაკეტო დარტყმა იქნება თუ როგორ იქნება, არ ვიცით, იმიტომ უმეტეს ირანი ახლა მძიმე მდგომარეობაშია ძალიან. მისი წინააღმდეგობის ეგრეთ წოდებული ღერძი მოშლილია, სირია დაეცა, ანუ ბაშარ ასადის რეჟიმი. იქ სახმელეთო კორიდორი არა აქვს ჰეზბოლასთან. ანუ ჰეზბოლას აქტივობა ისეთი ვერ იქნება, მით უმეტეს ისეთი ზიანი მიიღეს, ნუ ჰამასის ამბები ვილაპარაკეთ. იემენში კიდე ახლა რა შეუძლიათ იმათ, ხო? ახლა კი ეს როლეს იმავე ამზიც, მაგრამ ნუ ავიამზიც ვერ ჩაძირავენ. შეიძლება მიაყენოს ზიანი, მაგრამ იმ ხელა ისე აქვს მას სხვა ტიპის რაკეტებით შეიძლება მიაყენოს ზიანი, ან იარაღით. სხვა ტიპის იარაღით. ანუ აი ეს ცეცხლოვანი რკალი იკვრება ირანის გარშემო. ირანში კიდე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არის. ამავე დროს დიდია პროტესტი ამ მმართველობის წინააღმდეგ. ხო. ამ მოდი ესე ვთქვათ რელიგიური სახელმწიფოს წინააღმდეგ ის ძალიან კორუმპირდა, პირდაპირ ვთქვათ ესეც. გარდა ამისა, ირანში არის ძალიან სერიოზული შიდა წინააღმდეგობა პოლიტიკური, კერძოდ პეშკესიანის გამარჯვების შემდეგ, რომელიც უფრო მოიაზრება როგორც პროდასავლური იმ კგბ-ით კი არა დასავლეთის ის არის რაღაც დაყენებული იქ. უბრალოდ მიაჩნია, რომ ირანი აუცილებლად მოელაპარაკოს დასავლეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უფრო მძიმე შედეგები დაუდგება. თუმცა რა ხბარი, ანუ სულიერი ხამენეი წინააღმდეგია ამის. ეს წინააღმდეგობებია, იმიტომ რომ შეიარაღებული ძალები ექვემდებარება რა ხბარს, ანუ უმაღლეს სულიერ ლიდერს. ირანს ძალიან ორიგინალური მოწყობა აქვს საერთოდ. ეს ხდება ჩვენს გარშემო. ახლა ჩვენთან რა ხდება? ჩვენ შემთხვევაში ეს გეოპოლიტიკური ინტერესი ჩვენს მიმართ ასეთია, რომ ახლა ხელისუფლების დამხობის გეგმა იმისთვის, რომ ყოფილიყო დაუშვათ საქართველოს ფიჩხი რუსეთის წინააღმდეგ რაღაც გარკვეული, ესე ვთქვათ, აალების ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, სანთებელო.
რაღაც მსგავსი ხომ ახლა ნუ არ გამოვიდა ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ცნობილი იყო სხვადასხვა მონაცემებით და არა მარტო საიდუმლო არამედ ასე პირდაპირ ლაპარაკობდნენ რომ გადაწყვეტილება იქ მიღებული იყო რომ დაემხოთ ხო ეს ხელისუფლება და აფინანსებდა კიდევაც USAID და მთელი ეს ესე ვთქვათ ქსელი აფინანსებდა ხა USAID 93%-ის პროგრამები გააუქმა მარკო რუბიომ გამოაცხადა ამის შესახებ რომელმაც თქვა რომ 17% გამოაქვეყნა რაც განხორციელდება და ეს არ არის რეჟიმ ჩეინჯები და დაუშვათ ფოტოშურის ამერიკის ხმაც გააქვეყნა საინტერესო არის ეს გადაწყვეტილება ხო მაგასაც ვიტყვი ვირთხების ასე ვთქვათ სქესის შეცვლის შესწავლა 32 მილიონი იყო გადახდილი ბატონოსო ან ვირთხების სქესის შეცვლაზე, შესწავლაზე და დაკვირვებაზე. დაახლოებით ჩვენი ვირთხების ასე ვთქვათ მიერ ჩვენი ვირთხების მიერ ქვეყნის დანგრევისთვისაც ამდენი იყო გამოყოფილი. ანალოგიური დაახლოებით ანუ ვირთხების და თაგუნების სქესის შეცვლა და ქართველი გამყიდველებისთვის ესე იგი ორიენტაციის შეცვლა და იმის დახილი რომ ჩვენ საქართველოს კი არ გვაინტერესებს დაქცეულა სრულიად არა დაეცეს ბომბების ჩვენს ქვეყანას ოღონ ასე შეწყვეტილები არ ვიყოთ ხო გვახსოვს ეს ხო იგი დაახლოებით იგივე ჯდება ანუ ერთი და იგივე სიტყვაში განიხილავდა USAID ამათ და იმათ და სწორედ არის ნინო ლომჯარიამ რომ სხვენია რომ აქ არ არის ტყუების წვიმა საქართველოსაზე საინტერესოა როგორ მიმართებაში ახლა ნინო ლომჯარიას ეს სიცხვილი შეწყვენილ თაგუნებთან რომელთაც მათინების წინააღმდეგ შეუცვალეს სქესი მაგრამ ნუ ეს მომავალ კვლევას იმედია აკეთებდნენ რა ბატონსოს აი რა სიგიჟეები კეთდებოდა უბრალოდ და ეს ექსპერიმენტები ჩვენთან უკვე ადამიანებში იყო გადმოტანილი სქესის შეცვლაზე აქაც დაფინანსებული იყო ეს კარგად არაერთი ადამიანი ვიცით რომელმაც სწორედ სქესი შეიცვალა ანალოგიური პროგრამები მათ არეკლამებდნენ მაქსიმალურად ეს პრეზერვატივები ხო ძალიან განსაკუთრებით ის ჰქონდათ აჩემებული ახლა 50 მილიონიც რო დაეხმარენ თუ არ ვცდები 50 მილიონი ხაზა სექტორს 50 მილიონის პრეზერვატივები წარმოგიდგენიათ ალბათ რამდენი იქნება ხო ეს ალბათ დედამიწას ეყოფა მაგრამ ჩვენთანაც ეს პრეზერვატივების ქალბატონი ანანო გაჩეჩილაძემ რო გამოიჩინა თავი და იქ წმინდანებს ახატავდა ესეც მოიხსენებათ რომ ეგეც დაფინანსებული იყო ხომ გასაგებია ხო აბა ახლა ისე ხوار თავის ხელით თვითონ ხوار იყიდიდა იმას და თვითონ ხوار და რო დასვეს და თან აეკლამებდნენ აი ეს აბსოლუტურად უსირცხვილო არსებები რომლებიც დღეს აგერ რაღაც რევოლუციური და პატრიოტული ვითომ ლოზუნგებით გამოდიან და ახლა უკვირთ რომ პოლიციელების ცემისთვის და ქვეყნის გადატრიალების და განგრევის გამო რომ ახდევინებენ ჯარიმებს ხო ეს კიდე მეორე შევახეთ ამ თემას ბატონსო ყველა ამბობს რომ არ გადაიხდიან ამ ჯარიმას და ნახოთ რა მოყვება ამას რა მოყვება და უყადაღებენ ანგარიშებს და იქნებიან კომბოსტოებივით ესე იგი და ვერაფერს ვერ გააკეთებენ ეს მოხდება და გარდა თუ ქონება აქვს იმასაც დაუყადაღებენ რამდენჯერ გავაფრთხილე მე ესენი რომ სახელმწიფო არ არის ეგეთი ძალიან ბევრჯერ მოგიწევთ ძალიან ძინე პასუხისგება და კიდევ უარეს აკეთებენ ახლა იგინებიან, იფურთხებიან, ილანძღებიან, იწევლებიან, ნუ როგორც ჭეშმარიტი შეპყრობილები ისე იქცევიან. არ გვაძლევს საშუალებას იმისას, რომ რაც საქმეა ის ვილაპარაკოთ და რა საერთოდ რაღაც გავაკეთოთ. ის კი არა უკვე იმაზე გადავიდა იმდენად მარაზმში, რომ თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და ვირტუალურ რაღაც პრორუს საგიჟეთებში ხო არიან რა? და ყველას წევლიან, ვისაც ასეთაც მიიჩნევენ და მათ შორის წევლიან ბავშვებს, ოჯახებს უწყევდნენ და ახლა ოჯახებს ეხლა სანამ მართლა არ გამოიყვანთ მოთმინებიდან თქვენ პოლიცია გიცავთ თქვენ სხვათა შორის და ეს ჯარიმები კი არა ძალიან კიდე ახლა კიდე გავფრთხილებთ რომ ძიმე პასუხი მოყვება ამას არ ესმით რო გამოდიოდა იგინებიან კაცო და რაღაც საოცრებებს წერენ იმ Facebook-ში და იმაში თქვენივე იმის თავდაცვის და თვითშენახვის ინსტინქტი მაინც უნდა კარნახობდეთ იმას რომ დაინახოთ რა ხდება გარშემო ხო არავინ საერთოდ
იმისი არ იყოს მოგიგდათ პატრონი მან უთხრა ხო ერთ-ერთ ცეკას დივანს ფერიან ხო პატრონი მოგიგდათ მოკვდა ის ამერიკის ხმა გააუქმეს USAID დახურეს ეს პროგრამები დახურულია ევროპას თავისი გაჭირვებია და ცოტა ხანში ნახავთ კიდე იქ რა პროცესები განვითარდა ისე ნუ იზამთ რომ მე თავი არ გამოგეყოფოდეთ იმიტომ რომ დასასრულიც არც არ გექნება თქვენ უბედურება მართლა შეწვით გარდა ამისა მოუწოდებ ხელისუფლებას სოციალურ ქსელებში გამოთქმული შეურაცხყოფისა და იმისთვის აგრესიული გამონათქვამებისთვის და გინებისთვის შეურაცხყოფისთვის ჯარიმა და შემდეგ პასუხისგებლობა და ჯარიმის არ გადახვისთვის პასუხისგებლობა აი ეს საითკენ მიყავთ თქვენი უზრდელობით უტვინობით იმიტომ რომ ამათვის ეს დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება გადაქცეულია ესე იგი ლანძღვის და უზრდელობის თავისუფლებად ასე რომ გამოვიდა სხვათა შორის იმიდან წყობრიდან ბევრი გვაქვს ასეთი მაგალითები რომ გამოდიან ადამიანები გადადიან ჭკუაზე და დემონურ ინვოლტაციებში არიან ამ დროს ხდება ხოლმე დრაკონული კანონების მიღება დრაკონი კანონდებელი იყო სხვათა შორის და მიიღო იმიტომ რომ უზნეობამ რომ იმძლავრა მიიღო ეს კანონები და იგივე ბიბლიაში იგივე წერია გავიდოდნენ თავს და მე რაც ხდებოდა კი აღარ გავაგზელებ ხო აი ახლა ეს ამასთან გვაქვს საქმე ახლა ის აფინანსებენ რას აი რა უნდათ ხო მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ბატონსოს ნახეთ თვითონ იმ გაურკვევლობაში არიან საზოგადოებას გაურკვეველია გაურკვევლობაში იმიტომ უკვე რამდენი 28 ნოემბრის შემდეგ ჩვენ ვუყურებთ აი ამ საშინელებას რაც ხდება დიახ რა თქმა უნდა უზრდელობას რაღაცას ეტყვი გაყენებენ ძალიან ძიმე შეურაცხყოფას და იძულებულია პოლიციის თანამშრომელი გაგაცილოს მიგიყვანოს ახლამდე იმიტომ რომ შეუსაძლებელია ვიღაცა აგედევნოს ეს რაღაცა ერთგვარი ფიცის დადებები დაცვი ახლა უკვე 24 საათიან რეჟიმში გადავიდა ეს აქცია და მონაცვლეობით ხდება დილით სხვა ჯგუფი ენაცვლება. როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენ ირანში ახლა მოიყვანეთ ახალი მსოფლიო ომი იწყება. მე მგონი ჩვენ ვართ ისევ იმ პროცესში რომ აი რა სიტყვია ნაცები რომელსაც გადაკეტავენ გზას აი ამ პროცესში ვარ. ეს უნდა გავაკეთოს ერთ უნდა მორჩეს ერთხელ და სამუდო დამთავრდა ეს ამბავი. 30 ადამიანი კეტავს ქუჩას. დამთავრდა უკვე აღარ შეიძლება ამის მოთხოვნა. აღარც ამის ესენ ჩვეულებრივი შეპრობილები არიან რა არ იქა უგებარი აქ აღარ არის ვერ ჩერდებიან იქ არის იქ ასე გაფინანსებენ გასაგებიეს დანუკა ჯორჯოლიანის ეს დაფინანსებას უკვე კანონი მიღებულია დაგაფინანსე ეს ციხეში დამთავრდა კაცო ისთვის გაფინანსებენ რომ კეტო რუსთაველი და მოუშალო ხალხს ნერვები და რა მიზნით რომ არჩევნებს დანიშნავენ ეგრე არის არჩევნები რა ქვია 28 ოქტომბერს ხო? 4 ოქტომბერს. 4 ოქტომბერს. არა, არჩევნები მიიღე მონაწილეობა თუ გინდა. ჯერ ამ არჩევნებში ვინმიცემს ამათ ხმას ცნობილი და აღიარებული გიჟები არიან ხო უკვე. ხო ყველამ დაინახა მე მგონი, მაგრამ გიჟების რაოდენობას შთამბეჭდავი ჩანს. მეორეს. არის უამრავი პრობლემა. ძალიან ბევრი პრობლემაა. არის უამრავი პრობლემა. ერთ პრობლემაზე გაგიგიათ ამათი საუბარი, ან ჯანდაცვაზე, ან იმაზე, როგორ გავაკეთოთ, რა გავაკეთოთ სოფლის მეურნეობაში, როგორი პოზიციონირება უნდა ქონდეს ქვეყანას, რომ რაღაცა უკეთეს გავიუმჯობესოთ მდგომარეობა და უშუალოდ ეკონომიკაში. არა, ესე არ იქნება სამართ, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება. აი რაღაც იმაში ვართ, ფანტასმაგორიაში ვართ, რა სადღაც აი სწორედ ეს არის ბატონო, ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამიტომ სვავს აქ კითხვას, რომ იქნებ შესთავაზოთ ხელისუფლებას, როგორ შეიძლება გამოვიდეთ არ მდგომარეობა. თქვენ ახლა უწყებები ახსენეთ, არანაკლები პრობლემა არის განათლების სამინისტროში, ბატონო რამასაყვარელიძე საუბრობდა იმაზე, რომ პრაქტიკულად ღებულობთ გაუნათლებელ თაობას, არ არსებობს მეცნიერება, ეს უმაღლეს სასწავლებლები ჩააბარეს NGO სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელსაც არ აქვს ავტორიტეტი, ისინი ატარებენ რაღაც კვლევას და არ შეიძლება რომ NGO-ს წარმომადგენელმა წაუკითხოს სტუდენტს რაღაცა თუნდაც ჰუმანიტარული განხრით ლექცია ან ასე შემდეგ და ვერ ღებულობენ ამ განათლებას და ღებულობთ ძალიან რთულ თაობას. ამაზე საუბრობდა რამასაყვარელიძე და აუცილებელია არის ამ პრობლემის დაძლევა, მაგრამ შესაძლებლობა ამის არ არის. არის, ხო, მართალია ახლა არის თუ არა ამის შესაძლებლობა, ეგეც საკითხავია უკვე, იმიტომ რომ ახლა გლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, რა მნიშვნელობა
აბსოლუტური ზომბირება მოხდა, აი ჩვენ სახეზე გვაქვს, აი რას ნიშნავს, როგორ განხორციელდა ამ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და წიგნიერი ერის, ესე იგი საერთოდ დაყვანა რაღაც, რა ვიცი, რა ქვია ამათ, რა ქვია საერთოდ, ხო? არ ვიცი ამას ვის შევადარო, ხო? რასაც ესენი აკეთებენ ადამიანებს. არტიკულირება არ შეუძლიათ გინების გარეშე, ელემენტარულად ლაპარაკი გინების გარეშე და ლანძღვის გარეშე. საერთოდ მიღებული არ არის, ითვლება რომ ეს ცუდია. რაღაც გემოვნებაზე არ ვლაპარაკობ, უხამსობის რაღაც პიკია, ხო? ახლა მოლეულას რომ ღეროდნენ ეს ხო დამთავრდა იქ ყველაფერი. მერე ეს გადამდებია ხო საერთოდ ეს ითრევს ეს რაც კონსოლიდირებული ეს რა ქვია, უხამსობა ითრევს მერე ვინც მაინც და მაინც ამისთვის განწყობილი არ არის იმათ, ავიღოთ ახლა ნატომ რუანიძე რო არის სახიობი. აი ოჯახი სანამ სახელმწიფო არ აიღებს თო და რა ქვია ვინაო კიდე საზოგადოება არ აიღებს თავის თავზე ბავშვების აღზრდასო ოჯახებში სანამ იზრდებიან ბავშვები მანამდე არაფერი არ გვეშველებაო და უწონებენ გესმით ანუ ეს ხო ახლა ესე ოჯახში ბავშვი არ მაგაიზარდოს ახლა რა დავარქვათ ახლა ოჯახი არის უმთავრესი არა ნუ ამაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია ნუ ახლა ხელი გავიქნიე ფეხი გუსლის ოყნა გალობს და ამაში არიან ედაობია საკუთარ მშობლებს ეჩხუბებიან სოციალურ ქსელებში და აგინებენ მშობლებს და ასე და ისე და რო დააჯენდა ეკითხები რა გინდა ვერ პასუხობს რასაკაი რა გინდა და რაღაცას დაუშვათ როგორც კი ახსნას უწყებთ ეკეტება ტვინი აი ეს არის ამ ზომბირების შედეგი რაც არის დანაშაული პირდაპირ ეს არის საოცარი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ რაც საქართველოში მოხდა ზომბირება და ეს ხედან ახლა იქ ესე იგი ეს ისინი პროფესურა ეს ლიბერალური პროფესურა უნივერსიტეტებში ცალკე ესენი აფინანსებენ რაღაც ეს რუსთაველის ფონდის დაფინანსებდა და კი ვილაპარაკეთ აგერ ვაჟა ოთარაშვილთან ერთად მაგალითად იმის წიწილების იმპრინტინგის გაუმჯობესება და იმის რა ქვია მე-11-16 საუკუნეების საფლავებში კვლევა რომელი ინფექციური ავადმყოფობები გადაიტანეს იქ დაღუპულმა ადამიანს ანატორის საფლავებში და ასეთ რაღაცებს აფინანსებენ ესე იგი სკოლა ალთასარი ის ბალთასარი რა ქვია უმაღლესი სასწავლებელი მეცნიერება საერთოდ აღარ არის დეზორგანიზებული იმის მაგურად იმას ვლაპარაკობდეთ რა უშველოთ ამ ამბავს ხო ყოველდღიურად ამაზე ეს არის პოლიტიკა ეს არის კაცო როგორ გაუმჯობესო შენი ქვეყნის და ადამიანების ცხოვრება როგორ გაუმჯობესდეს როგორ გამოვიდეს ადამიანი განათლებული კულტურული ქართველი ადამიანი როგორ გავზარდოთ რომელიც ქვეყანას გამოადგება ყველა თითოეულ ჩვენთაგანს ხო ამის მაგივრად ესე იგი მიმდინარეობს კვლავ იგივე სიქსაგიჟეთი ეს ტელესაგიჟეთებში შედან აყოლილია ამას უამრავი ადამიანი ყველაზე გასაოცარი ისაა რომ აყოლილები არიან პროფესორები ექიმები რა ვიცი ვინ აღარ არის აყოლილი და იგივე ესე შუშის თვალებით იყურებიან და რაღაცებს იძახიან რომ ევროპაში მივდიოდით რაღაცა და ახლა რუსეთში ვართ და იყურება ასე და სად არის რუსეთში აღარ ვართ ხო და ეს რუსეთში ჯერ ერთი რა შუაში ეს რუსეთი არის ჩვეულებრივი გეოპოლიტიკური რეალობა ხო რომელიც არის აი რაც არის ის არის ვერ შეცვლა რაც არ არის ის არ არის ხონდა და აი ამ ბოს შიშით ბატონო სოსო თქვენც კარგად იცით ესე სიტუაცია რომ აი ამ ბოს შიშით ხელისუფლება ვერ ბედავს იმას რომ დაიწყოს ამ ქვეყანასთან მოლაპარაკება იგივე თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა თქვენ ახლა ახსენეთ ირანის მაგალითი და ხედავთ უკრაინაში რა ხდება და უკრაინა ვის ელაპარაკება უკრაინა ელაპარაკება რუსეთს აიძულა ყველა ასეც უნდა ყოფილიყო მასთან აქ ჩვენ არ გვაქვს უფლება აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არ გვაძლევენ უფლებას რომ ვისაუბროთ რუსეთთან იმიტომ რომ ხელისუფლებას ეშინია შეიძლება ამან გამოიწვიოს ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ბულინგი დასავლეთის მხრიდან ამ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იქნებ მოუწოდოთ ან იქნებ შესთავაზოთ ხელისუფლებას რეცეპტი რომ გადავიდეს პირდაპირ საქმის კეთებაზე სტალინის მაგალითი გამახსენეს სხვათა შორის გუშინ როდესაც ომი დამთავრდა მოიკითხა მეცნიერები და უთხრეს რომ მეცნიერება არ
არსებობს. აღარ არიან არავინ არ ედის მეცნიერებაში, რაც გააკეთა პირველი მეცნიერებს მოუმატა ხელფასი, მეცნიერებისთვის ახლები გააკეთა, შეუქმნა მათის პირობები, რომ და სწორედ ამ რა თქმა უნდა და ამ მეცნიერებმა შექმნეს ის იარაღი, რასაც ქვია ბირთვული იარაღი და არა მარტო კაცო რა თქმა უნდა და დღემდე არის სტალინის სახლები, როგორც ცნობილი არის, ხო? ხო შეიძლება რომ ხელისუფლებაც გადავიდეს რაღაც რადიკალურ ნაბიჯებზე ბატონო. რადიკალურ ნაბიჯებზე რა. ჯერ ერთი ნარატივები, რომლებიც დანერგილია ჩვენ საზოგადოებაში, ეს არის თვითმკვლელი ნარატივები. ანუ ასე იგი აზრების კომპლექსი, რომლის განხორციელების შემთხვევაში რეალობის ისეთი ასახვა და ვერსია რეალობის ისეთი, რომლის რეალიზაციის შემთხვევაში მიდიხარ ფატალურ შედეგებამდე. აი ეს არის ჩვენთან დანერგილი. ახლა ეს სანამ ეს არ დავა კრიტიკულად მეტი ადამიანის ტვინამდე რომ ეს დაღუპვა განადგურებაა შენი საკუთარი იმის განადგურებაა რა თავის მანამდე რთულია ამ პოლიტიკის წარმოება იცით ძალიან რთულია უამრავი ესეთი რამ არის ჩვენთან და დასნებოვნებულია ამ სადაზვერვო პროპაგანდით საზოგადოება და ეს რეალობაა რა რეალობაა სრული ახლა რუსეთთან დაკავშირებით რომ თქვათ ახლა თავიდან იყო ესეთი დიხოტომია მანიაში გადასული ხო გვახსოვს აი ეს შავ-თეთრი მანიაში გადასული იმით რომ აი რუსეთი და თურქეთი და რუსეთი ხო გვახსოვს მე რუსეთი და ესე იგი ევროკავშირი რუსეთი და დასავლეთი და ასე მე ამას მიუმატეს ჩინეთი და სულ ასე ცდილობენ რაღაც დაინახონ სამყარო შავ-თეთრ ფერებში დაინახონ და გააკეთონ რუსეთზე პროდუქტების პრივატიზაცია იქ სიკეთის პრივატიზაცია იმ სფეროზე და ნუ ასეთ საგიჟეთები და ეს თან გრძელდება არა მარტო ჰორიზონტალში, არამედ ვერტიკალშიც, ანუ ისტორიულ სიღრმეებამდე ჩადის და ლამის ქრისტეს რუსად გამოაცხადონ ისეთ შიზოფრენიაში არიან. საგიჟეთია შეუულებრივად. ხო და ის რომ შენ დაუშვათ რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში რაც მიიღებ საქართველოს სრულ დეზინტეგრაციას, ეს არ აწუხებთ. თავარია იყოს დეზინტეგრაცია. თავარია იყოს სიძულვილი. ანუ სიძულვილის ნებას წირავენ ესენი საკუთარ სამშობლოსაც, საკუთარ სიცოცხლესაც მომავალში, საკუთარი შვილების მომავალსაც. ანუ სიძულვილი ეგ არის, სიძულვილს ვერ გააწყობ ვერაფრით. სისხლითაც ვერ გააწყობ. ბალი, ხო, აი მიაქვთ ეს სამსხვერპლოზე საკუთარი ქვეყნის მომავალი მიაქვთ. არიან დააკვირდით დაავადყოფებულები არიან, ხო? ამავე დროს ამას რო ახლა იმდენად კომიკური გამოხატულებები აქვს ერთის მხრივ ესე იგი რუსოფრენია ადრე იმან მომწერა ვასო კამპანაძე მუიო შენი ის მოგპარესო ვიღაც რუსმა დაწერა იქ მაშ взглядში რუსოფრენიაო და ხო შენი ტერმინი მოიპარესო იქ მაქსიმ შევჩენკოსთან ვიხმარებ თუ არ ვცდები რას ნიშნავს ეს რუსოფრენია ტიფოფრენია შიზოფრენია რა გაორება ხო ცნობიერების ხო აქ როგორ ცნობიერება როგორ არის ერთის მხრივ ესე იგი რუსეთი რომელიც უქმნის საფრთხეს თელ სოფლიოს მაგრამ მეორე მხრივ ამავე ეს იგივე რუსეთი და აქვს ჟანგიანი ტანკები არაფერი აღარ აქვს და ესე იგი მალე დაინგრევა არა თუ დაინგრევა როგორ უქმნის ხო დაუშვათ საფრთხეს თელ სოფლიოს გულგახსოვს იქ რაც ლაპარაკობდნენ ხო ტანკები აღარ აყავთ რა ეს რაკეტები აღარ ჩვენც მასია შეგვიტრიეს იმ მომში რომ რუსებს რაც უზამთო ეგერო რა ჟანგიანი ტანკები აქვთო და რაღაც სისულელებს ლაპარაკობდნენ ხო გვახსოვს კი ბატონო ხო ერთის მხრივ ეს მეორეს მხრივ ის აი საერთოდ მანიაში გადასული ხო კომიკულებმა თვითონ ვერ გზნობენ ამ კომიზმს უბედურება ეგ არის კომიზმს თავის მდგომარეობის ვერ გზნობენ ეხლა რა შეიძლება გაკეთდეს ну ამ საზოგადოებრივი აზრის რაღაცნაირად ის უნდა მოხდეს კაცო გადატეხვა უნდა მოხდეს ის როგორ აბედული მოქმედებებით იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამ მდგომარეობაში ვართ სადავართ ხო უნდა გააცნობიერო ერთხელ და სამუდამოდ რომელ რეგიონში იმყოფები ხო და რა ხდება აგერ მაგალითად თუნდაც იგი უკრაინის მაგალითად რო თავი გავანებოთ აგერ აი სირიის მაგალითი ავიღოთ პალესტინელების მაგალითი ავიღოთ ეგერ ხო 2 მილიონი ნახევარ ადამიანს უპირებენ გადასახლებას სადღაცა თანისერო 2 მილიონი ნახევარი ადამიანი აწარმოადგენს კაცო ჩვენსავით იზოლირებულ ეთნოსს ჩვენ ხო არ აქვს მონათესავები საერთოდ
ხო? ჩვენი ერთადერთი კავშირი დაუშვათ აი ჩვენი კულტურული კოდი რაც გვაქვს, ხო? ის კულტურული კოდს აქვს თავის დიზაინი, ხო? ამ კულტურული კოდის დიზაინის კავშირი გვაქვს ვისთან, მათ ერთადერთი სოფლიოსთან კავშირი არის ისო ჩვენ მათემატიკებლები ვართ, ხო? და აქედან გამომდინარე რაღაც შეგვიძლია დავალაგოთ კიდე. ჩვენ აბსოლუტურად იზოლირებული ეთნიკური ერთობა ვართ, ისე ცნობისთვის, განსხვავებით იგივე მაგალითად ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელებისგან და სომხებისგან. სომხებს აქვთ იგივე ირანთან ნათესაური ინდოევროპელი ხალხია, დიასპორა აქვთ. ანუ და მიუხედავად ამისა, ნახეთ რაც მოწია, იგივე დაუშვათ პაშინიანმა, მაგრამ ნუ აზერბაიჯანზე აღარ ვლაპარაკობ, ეს დიდი თურანია. ხო? ანუ გარკვეული სოლიდარობის ელემენტებია ჩვენგან განსხვავებით, ხო? და ამ დროს ჩვენ რა შვებით? ამ დროს ვართ შიგნით, ესე იგი, დავით გურამიშვილის ცნობილი მამლების, ესე იგი, იმას ვიმეორებთ სცენარს, ხო? ამავე დროს არ ვიცი, ეს დავით გურამიშვილი უნდა ვასწავლოთ, ესე იგი, ზეპირად უნდა ვასწავლოთ მიტინგის მონაწილეებს. მაგრამ ეს ხომ ის თაობაა, რომელსაც სწავლა არ უნდა, ეს ხომ ის თაობაა, რუსული ენა იმიტომ არ უნდა ისწავლებოდეს, როგორც ამობენ მტრის ენაა, მაგრამ იგივე ინგლისური, აზერბაიჯანი და თურქეთი ახსენეთ თქვენ, ართულიან თუ რა თქმა უნდა, არც ის ენა არ იციან. არა, არ სადაზო. როგორ უნდა ასწავლო ეს, როცა მათი მიზანი არ არის სწავლა? ჩვენ კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესმა და ჩვენ გაგვიკეთა ის, რაც გაგვიკეთა, ამიტომ ფაქტურად შეურაცხადების რაღაც პლასტი შექმნა, რომელსაც არაფერი არ აქვს წაკითხული, გარდა ამ იმისა, აკაცუკი და ეს ლაპარაკი ერთი სიმპტომატური იყო, ხო? გარდა ამისა ჩვენ დავაკვირდეთ რეაქციებს ამ უხამსობაზე, ხო, მაგალითად ის ნუ ახლა კიდე ახალი ოლეოლაზე და იმაზე რომელიმე პროტესტი გამოუთ ხო ამის ლანაღობებზე რო ყლიპავს იმ თვალებს და ისა რეპრესირებულები ვართო ჩვენო რეპრესირებული ლანაღობებიძე ერთი ის ჩარგვიანების ოჯახი იყო რეპრესირებული ტიტანჯებოდნენ და მეორე ესენი ეს ეს სიმბოლო არის ბატონო სოსე როგორ ფიქრობთ აი ამ აქციის ეს პუჩისტების წინა პლანზე გამოყვანა და მათი იგივე ხოშტარია ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ის ცნობილი პუჩისტია როგორც ლანა ღოღობერიძე ჩარკვიანიც ახსენეთ ახლა თქვენ ცოტა სხვა პუჩისტებს ბევრი ისაყავ ის პუჩისტების ისიც იყო რა ქვია მაშინაც რა სიტუაცია იყო გვახსოვს სრულად ირაციონალური დაეუფლა გონების დაბრუნება იყო მაშინაც ვინ რას აკეთებდა რო გიკითხავ ვერ გიპასუხებდნენ საერთოდ რა უბრალოდ ეს დამუხტული გაგიჟებულები დარბოდნენ რაღაცა და გადაწვეს რუსთაველი და იყვნენ ბედნიერად მე ის ხო ეგრე არ იყო მე რაც მოხდა აღარ გავაგრძელებ ხო მე მოხდა საშინელებები მოხდა ახლაც იგივე არ არის ახლა კიდე კაი რაღაც კიდე ხალხს ნაწილი გამოცდილება დაილექა თორე რა მაშინ საგიჟეთი სრული არ იყო ვის დავაბრალოთ ახლა ეგ საგიჟეთი ახლაც იგივეა რაღაც კასტა შეიქმნა კიდე ერთხელ დავით გურამიშვილის ისა არის სალტეში მოვაწყოთ ხატრული კითხვა ახლა იქაი მოვლენები როგორ აიღია როგორ არის თვითონ ყველაფერი აი თვითონ სწორ ადგილზე როგორ არის ქვეყანა და როგორ გლოვს დავით გურამიშვილი როგორ აღწერს ხო პირუთვნელად მართალს ვიტყვი ხულისა შევიქნები მე მგონი დღევანდელი მოვლენებისთვის აღებინთავდა ძალიან გავსმეთ კი მისი აღწერილობა დღევანდელ სიტუაციას მაგრამ თუმცა ისინი არ წაიკითხავენ ტანი გახდეს გასაბერად ვინც არ არის კახაბერი მას ვერ ვიტყვი კახაბერად ხო ეგ სიტუაციებია რა ვიცი ახლა მე მაგალითად უფრო კაც ნაბიჯებს გადავდგავდი რა თქმა უნდა კონკრეტ ნაბიჯებს იმიტომ რომ ამათ ესენი ვერ დაწნებია კაც ნაბიჯებში რას გულისხმობთ ბატონო სოსო იმიტომ რომ ზღვარია უკვე საზოგადოების გარკვეული ნაწილი მე თქვენც დარწმუნებული ვარ მით უმეტეს თქვენ უფრო ფართო საზოგადოებასთან გაქვთ კომუნიკაცია და შეხება აქვთ ძალიან დიდი პროტესტი იმისა რაც ხდება
და შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ იქნებ ჩვენც გამოვიდეთ და აღკვეთოთ ეს, რაც დღეს ხდება. გაყვეთა ესეთი აგრესია არის, რომ თემატიკაში გადავა. ეს კიდევ უფრო უარეს შედეგს გამოიწვევს. და როგორ უნდა სიმკაცრე, თქვენ ძანებთ, რომ სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ. როგორი სახით უნდა გამოიჩინოს ეს სიმკაცრე, რაში მდგომარეობს დარწმუნებული ვარ, რომ ნაფიქრი გექნებათ ამაზე, ისე რომ ამას არ მოყვეს უფრო სხვა ნაბიჯები, უფრო მკაცრე. უფრო სხვა ნაბიჯები რა ახლა, რა ნაბიჯები უნდა მოყვეს ახლა თუ ხო, მეტი პრინციპში რა უნდა მოყვეს, ბალტიის ქვეყნებიც ხო, სუსური გადაწყვეტილებებს იღებენ ამ სააქციებთან და საერთოდ საინტერესოა ბალტიის ქვეყნებს საერთოდ რა ინტერესი აქვს. ბალტიის ქვეყნებს ისინი ბალტიის ქვეყნები არიან ბრიტანეთის ფაქტიურად გავლენის ქვეშ და ხა ბრიტანელებს აქვთ ერთი ინტერესი რომ დაუშვათ იქ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები იყვნენ რუსეთთან დაპირისპირებული, ხო? იმას თავის ინტერესი აქვს ახლა მე პროექტია ის მეჟდუმორიე, ანუ სხვა შორის პოლონური პროექტი, ბრიტანულ-პოლონური პროექტია. ხო, რომელშიც საქართველოს შეიყვანეს რატომღაც, ხო. ანუ იქ ბელორუსიც არის შეყვანილია, ბელორუსში უნდა მოხდეს გადატრიალება, ტიხანოვსკაია ხო ყავთ იქ და ასე შემდეგ რა, ანუ მარტივია, მათი პროექტია და რატო ყავთ ესენი აქ კიდე რატო აყეფებენ, რომ მათი ამოცანა არის რომ დაშალონ რუსეთი. ხო, მაგრამ ვეღარ შლიან ამ რუსეთს და ამაში ჩვენ ვიშლებით. ხო და ეს იმედი აქვს რომ რუსეთი დაიშლება, როგორ გაუგებარია რომ დაიშლება მაგ დროს რა ხდება. ხო? სადმე დაშლის მოტივით უკრაინა გაანადგურეს, ხო? ხო, უკრაინაც ხო ამით იყო რომ რა თქმა უნდა გაანადგურეს. და ყოფილიყო განუწყვეტლივ მიდიოდა ეს პროცესი, ხო? ახლა ხო ვიცით რა, თვითონ თქვენს ახლა პროქსიომიაო და ჩვენ რო ვიძახოთ რომ არა ის არ არის პროქსიომი, რომ ამათ მშვიდობიანად ეძინა და ის დაესხა თავზე, ეგრე რო არ იყო ხომ ვიცით. ხო, მოვლენებს ხო უყურებდით ჩვენ თვითონ თქვენს უბრალოდ ამ ადმინისტრაციამ თქვა, აგენტმა კრასნოვმა და მისმა იმან რა ქვია, რუბიო არ დაარქვეს. ტრამპს ხო ესენი ხო კიდე შიზოფრენიკები დარწმუნებულები არიან რომ ესე იგი რუსოფრენიკები უბრალოდ რომ ტრამპი არის რუსეთის აგენტი. რუსეთის აგენტი. კაკობემ გადაიბირაო? კრასნოვი. კრასნოვი, აგენტი კრასნოვი ხო. და ესე იგი ამით რას ამბობენ რომ ამერიკა წარმოიდგინე ამერიკაში ორჯერ აირჩიეს ადამიანი რომელზეც აქ იმან რა ქვია ჩვენმა ყველა მომიტინგე მიცის რომ რუსეთის აგენტია. ესე იგი თავში რა მიმწვარი აჯაფსანდალი აქვს წარმოიდგინე რა რომ რა გონიათ ესე იგი ან ეს რუსეთის როლს ამ ხელაზე წევენ მაღლა ხო და ამერიკას როგორ აკნინებენ. საჩევის ნიკა გვარამი ამბობდა რომ სააკაშვილთან ინტერვიუში გამოაქვეყნა ნუ არქივი არ იწვის ხო იცით და არქივი ამათვის არის საბრალდებო დასკვნა. ხომ უნდა ვაღიაროთ ბოლოს და ეს უნდა ვთქვათ რომ დიახ ტრამპის არჩევნებში ჩართული იყო დიახ და ეს ნუ სააკაშვილი უმტკიცებს რომ კი ტრამპის არჩევნებში პირდაპირ ჩართული იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ნუ რუსული ესე ვთქვათ FSB ჩაერთო ამ პროცესში და ნუ მოკლედ ტრამპი მოიყვანა რუსეთმა. ეს უნდა ითქვას. ხო ახლა ამაზე ვილაპარაკე ესენ შეპრობილები არიან მეთქი რო ვთქვი ხო ხო და ახლა ეს გასაგები ამას რო ამბობს ადამიანი უკვე ის სამკურნალოა რა იმიტომ რომ ახლა წარმოდგენა არა აქვს საერთოდ რა ხდება რა მასშტაბია შეერთებული შტატები სოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო თავისი უძლიერესი სადაზვერვო ორგანოებით სადაც საერთოდ ვერაფერს ვერ დამალავიქ საერთოდ რაზეა ლაპარაკი რომელ აგენტობაზეა ლაპარაკი ვინისი აგენტი უნდა იყოს ახლა ხო საუბარია იმაზე რომ რუსეთი არის გლობალური სისტემის ნაწილი ეს ამ სისტემის შიგნით არსებობს წინააღმდეგობა და ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ინტერესები ამ შემთხვევაში იმ გლობალურ სისტემაში გარკვეულ საკითხებში თანხმედრაშია იმ რუსეთის მართველ ჯგუფთან ასე ვთქვათ რა აი ესე უფრო ფართოდ რომ მოვხაზოთ რა და აქედან გამომდინარე გასაგებია რომ დაუშვათ ის ინტერესები მათ შორის დაუშვათ დიალოგი და ვაჭრობა მიმდინარეობს ასე ვთქვათ პლანეტა დედამიწის უამრავ საკითხზე და არა მარტო უკრაინაზე და აქედან გამომდინარე და მით უმეტეს არა მარტო საქართველოზე ხო როგორია თამათ რო ახლა ნიკა გვარამიამ ესე იგი არის სამყაროს ჭიპი და სალომე სურაფიშვილი საერთოდ
კომედია და კაია კალასი კიდე. ხო. ამიტომ ახლა რაზე მოილაპარაკეს, როგორ მოილაპარაკეს, იქ მიმდინარეობს საიდუმლო დაშიფრული არხებით ახლა მოლაპარაკებები, ხო? ხო, და გადალაგება მიმდინარეობს თელ სოფლიოში. ახლა რა ის აგენტი ეს ხო საერთოდ ბოდვის პიკია. ვერ გავცდით ჩვენ ამას ბატონო, 2003 წლიდან ვერ გავცდით აგენტობას, ვინ მისი აგენტია, ვინ მისი გადაბირებულია, ამით მართავს რადიკალური, ასე მართავდნენ ხელისუფლებას და ასე მართავენ ამ ოპოზიციას და 31-ში ისინი აპირებენ, რომ გრანდიოზული აქცია ჩაატარონ. გრანდიოზული აქცია, ზურაბიშვილი აპირებს დაასახელოს მთავრობის წევრები. ეს ვითხარით რას ნიშნავს მაყურებელს რო უთხრა? არაფერს არ ნიშნავს, ახლა შემთხვევაში როგორც გუბასანიკიძემ თქვა. ამდენი ხო შეიკრიბებიან ერთად და რაღაცას იტყვის სალომე მე რამდენჯერ ის დოიაშვილის ლაშქარი სად არის რომ იმუქრება. ჩიტმა წაიღო? ხო, დოიაშვილი რო ლაშქრობდა, ხო და საერთოდ ნუ რამდენი ამათ აქვს ტრენინგები გავლილი რომ რაც შეიძლება მოწინააღმდეგის დეზორგანიზაციის მიზნით უნდა ილაპარაკო დარწმუნებულად. უნდა იმუქრებოდე რომ შეაშინო და ეს ვერბალური ომის ისეთი ნარატივები შემოაგდო რომ დაუშვათ მიუხედავად იმისა რომ ბრიყული აბსურდული და უზნეოა რაღაც ეჭვები დათესოს ადამიანების გულებში. აი ახლა მაგალითად ის ნანუკა ჟორჟოლიანი რო არის ახლა დაუშვათ იმას. ფაქტშორის მითხარით ამაზე საზოგადოებას უთხარით, იმიტომ რომ ორი დღე ეს რაღაც განხილვის თემაა, რომ საშინელება მოხდა ნანუკას ფონდი არის დაყადაღებული და მოკლედ სოციალურად დაუცველი ადამიანები, ავადმყოფი ახლა ბავშვები, რომლებიც მკურნალობისთვის თანხას საჭიროებენ, მისთვის არსებობდა ეს ფონდი და მოკლედ კატასტროფა მოხდა, რა ეშველება უკვე ამ ადამიანებს ის არ არჩევდა, იყო ეს ქართული ოცნების მხარდამჭერი თუ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი. ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია, რატომაც პროკურატურას ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ასე ვიტყოდი, პროკურატურას აქვს თავისი პოზიცია, რატომ მოხდა დაყადაღება ამ ფონდის. ეს და არა მარტო ეს ფონდი არის სხვათა შორის დაყადაღებული, რამდენად და ამას მოყვა ძალიან ბევრი გამოხმაურებები სოციალურ ქსელში, ყველა წერს ბატო შაქარაშვილის ოჯახის მისამართს, ტელეფონის ნომერს, რომ აწი უნდა დაუკავშირდნენ არა ნანუკა ჟორჟოლიანს, არამედ ბატო შაქარაშვილს, რომელიც არის ინიციატორი ამის, მან მიმართა პროკურატურას. საერთოდ რა არის ეს ბატონო, თქვენ შეგიძლიათ გითხრათ, რა არის? ეს არის ფარას ნაწილის ხო კანონის შესახებ, რომელიც არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით არის და კიდევ უფრო მკაცრდება მით უმეტეს ეს კანონი. კი ბატონო, ეგ იქნება არის ხო, ბუნებრივია ხა, რას ნიშნავს კი მაგრამ ეს არის ის, რასაც თქვენ აქედან საუბრობთ. ხო, არ გინდა ესე ხო, ხო გინდოდათ ეგა ხო? ხო, მიიღებენ ხო. არ მოგისმინეს. ვინ აფრთხილებდა მათ? ვინ არის მოყარე? მე გამოდივარ ამათი მოყარე, მაგრამ არ ესმოდათ ხო რა, როგორ დახტუნავდა აგინებ ამ პოლიციას ის ადამიანი არ არის თუ ურგონიათ ამათ აი ეს რა ფენომენია ეს ადამიანს ახასიათებს თმენის ვალდებულება და ასე შემდეგ ხო მე არის გამოგონილი ღირებულება როგორც ტრანსგენდერები და ეს დაამთავრდა ეგ ზღვარიც არის ამ თმენის ვალდებულება დაამთავრდა ეს უკვე დაამთავრდა აღარცად ეგ არის კოლონიური მიდით აბა შეერთებულ შტატებში მიდით და აგინეთ ახლა ესა პოლიციას რა და დედისისა და ესა აბა ერთი მიდით ერთი და არ გვინდა შეერთებული შტატები მეზობელი თურქეთი აზერბაიჯანი ავიღოთ ხო ახლა აზერბაიჯანზე რაფერს ლაპარაკობ კასპიის ზღვის ფსკერზე ნავთობის დანალექებში თავის იმას იხილავს თავის ბოლო განსასვენებელს იხილავს მაგას ვინც იქ იტყვის ხო და იგივე თურქეთში გასვლა შეერთებულ შტატებში ხო დემოკრატიის შუქურა მიდი პოლიციელთან დაუტრიალე ეს სპეციალური იმას და დაუწყე გინება საინტერესოა რამდენ ხანს დაატრიალებ იმას რაღაც რა ქვია იმ მოწყობილობას ბრიტანეთში დადიან საინტერესოა უბრალოდ ხაერში რო აფრენენ ესე იგი ხო კაი 1-3 წუთი იქ იქნება და არავინ პასუხს არ მოთხოვს იმ პოლიციელს, ხო? იგივე ხდება ბრიტანეთში და საფრანგეთში, სადაც ხშირად სტუმრობენ პირიქით. ცეცხლის იმაზე 5 კაცი რომ მოკლეს იმაში როგორ იყო გერმანიაში, დემოკრატიის მეორე იმაში, რომ დაუშინეს პეტარდები და 5 კაცი გარდაიცვალა იქ საპასუხოსროლის შედეგად. თუ რამდენიც იყო, რა ვიცი. ხო, ესე ფაქტ-ჩეკერები გააუქმეს. სხვათა შორის ბატონსო სანამ გადაცემა დასასრულს მივახურდება მე მინდა თქვენ კომენტარი ესეთ თემაზე თქვენ საუბრობთ აქ ერთ-ერთ ეთერში რომ ეს არის ჯგუფი რომლებიც იკვებებიან უარყოფითი ინფორმაციით და მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა
ბოლო რამოდენიმე დღე ბოლო 2-3 დღის განმავლობაში მკვლელობები, რომელიც საქართველოში მოხდა, თბილისში 3 ადამიანის მკვლელობა, ბაბუამშვილი, ესეც კიდე ცალკე თემა, მე მინდა ამაზე ჩვენ ცალკე გადაცემაც გავაკეთოთ, რატომ არის ასეთი მკვლელობები და რის საფუძველზე ოჯახის წევრები ერთმანეთს ხოცავენ, ხედავთ ჩვენ ეს ნეგატიური რაც ხდება სამწუხაროდ. ლევან ჯანგველაძის მკვლელობა და ახალგაზრდა სპორტსმენის მკვლელობა ოპერატიულად მოხდა დაკავება ადამიანების, რომლებიც მონაწილეები არიან აი ამ მკვლელობის. ნახეთ სოციალურ ქსელში რა ინფორმაცია არის, რომ ესენი არ არიან მკვლელები. დანაშაულის გადასაფარად მოხდა მათი დაკავება, იმიტომ რომ ის მკვლელი, რომელიც ლევან ჯანგველაძის შემთხვევაში არის აღბეჭდილი, როგორ შეიძლება ეს იმას არ გავს, იმიტომ რომ ის რუსული გარეგნობის იყო ის მკვლელი, ის ფეხი რაღაც სხვანაირად დადგა, როგორ შეიძლება მკვლელი ასე ღიად კამერის წინ პოზირობდეს და ის არ გადაიმალოს, არ იყოს მზად იმისთვის, რომ დატოვოს ქვეყანა. რომ არ დააკავებენ მკვლელს, ამბობენ რომ ხელისუფლება მფარველობს. დააკავებენ და ამბობენ რომ არ არის ეს მკვლელი და სხვა ვიღაცა გადაფარეს. ეს არის იმდენად რეზონანსული საქმე, წარმოუდგენელია რომ ვიღაცამ საკუთარ თავზე აიღოს ესეთი ავტორიტეტული ადამიანის მკვლელობა, როგორც იყო ლევან ჯანგველაძე, სხვა შორის ძალიან კარგი ადამიანი, როგორც ძალიან ბევრი საუბრობს მას. ეს რა არის? ეს პირველია თუ მეორეა თუ მეასე. ძალიან ბევრია. რა ვიცი ახლა რაზე ვლაპარაკობთ, ნებისმიერი ტრაგედია და ნებისმიერი ასეთი რამე ხდება ახალი სიგიჟის და სიბრიყვის და უხამსობის და უზნეობის ამოფრქვევის საბაბი. ბუყბუყებს აი ეს ჭაობი მართლა რა, რომელიც უნდა დაშრეს. აი ბუყბუყებს და ნებისმიერ რამეს ესე იგი რაღაც თავისი მიანთხრიოს, თავისი მიანთხრიოს, რა ქვია, სიბინძური არ შეუძლია, ხო? რაები დაწერეს საერთოდ, საშინელი მკვლელობები მოხდა და საერთოდ რა ვიცი, რა ეშველება ამ ამბავს, იმიტომ რომ მართლაც ისეთი 21 წლის ბიჭზე და ემა საერთოდ ხალის დამეკარგა ყველაფრის, აი რომ ნახე რა საშინელება მოხდა, ხო? ამ ასეთ მკვლელობებზეც ასეთ სიგიჟებს ეგო სკალაზე სპეციალურად გააფართოვა ტროტუარიო რომ მოეკლათო. აი ლევან ჯანგველაძე და მერე ბიზინა მიუგზავნა მკვლელიო. ხო? ეს ლანუკა ჟურჟულიანმა დაწერა. დიახ. რაღაც ვერსიები, რაღაც ამებს წერენ. და კაცი ჯერ არ გაციებულა. რას გავს ახლა ეს? ის იმით ხო გვახსოვს მაშინ პანაშვიდიდან რომ დაიწყეს უბედურება რომ მოხდა ბანკში. ის პანაშვიძე პირდაპირ ჩართვა, პანაშვიძე კი გასვენებიდან პირდაპირ ჩართვები. ამ შაქარიშვილზე რა ამბავი მოხდა მაშინ, რა ებსაკეთებდა ეს გვარამია ხო გვახსოვს და რაღაცა კაწრო და რაღაცებს რომ იგონებდნენ ხო ეგეც ხო გვახსოვს. ამ ბაქრაძის ქუჩაზე აღარაფერს ამბობ. ამ ხალხს საერთოდ ჩამოყალიბდნენ როგორც აი ბუნებაში ხო არსებობენ ცხოველები და გიენები, ხო? გიენა, ავთარი ქართულად. ან დაუშვათ სვავები და ამოსცემენ ისინი სპეციფიკურ ხმებს, ხო? სვავი ყაშყაშ გამოცემს მაგალითად. ის გიენას რაღაცა რაღაც კივილის ხმები აქვს, რა ერთ-ერთი დროულად რო კივიან, შემაზწუნებელია მათი ხმების გაგონება. აი იგივეა ესეც რაღაც ჩამოყალიბდა ადამიანი ავთრების, ესე ვთქვათ, კასტა, რომლებიც, არ ექვემდებარებიან უკვე გადაკეთებას. არ ექვემდებარებიან და ვერ ჩერდებიან, რაც თავარია ახლა, ვერ ჩერდებიან, აქ დაფინანსებაც აღარ არის. ესენი ესეთი ადამიანები მეცხოველობაში მინახავს, იმის თუ არ მოწამლა, გარემო არ შეუძლია. იმით იღებს ის საკვებს. აი ეს კამათი ის მოხდა დაჯგუფება, გაერთიანება და მიცეს ეს მედიები, მიცეს ფული, მიცეს ესე იგი დიდება, ასე ვთქვათ, პირობითად ვთქვათ და აი ესენი არიან, აი ეს საოცარი ბაბილონის მეძავი ჩამოყალიბდა საქართველოში ამათი ამუჯრედებით და ეს საშინელი ატმოსფეროა, რომელიც ეს ამათ უნდა მოეკვეთოთ თავები. ანუ გაერთიანება აღარ უნდა არსებობდეს ამათი. ცალ-ცალკე ახლა ვერაფერს ვერ უზამ თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქმედება არ ჩაიდინა გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის. მაგრამ აი ამათი გაერთიანებები ესენი ყველა ვარიანტში უნდა დაშალო, ესენი არაფრის საშუალებას ამ ქვეყანას არ მიცემენ. ეს იგივეა, რომ აი ახლა დაუშვოთ აქ ყავდეს ეს დაუშვოთ ქვეწარმავლების ბუდე.
და შენ შვიდად დადიოდი. ხო გიკბენენ აუცილებლად. ხო ვერ უბრალოდ შვიდად. იგივე სიტუაციაა რა. წარმოუდგენელია რა აბსოლუტურად. ესეთი შხამი და ბოღმა და ბალღამი რაც ამ ჩვენ სოციალურ ქსელებში ხდება, ჩვენ ტელევიზიებში ხდება და ამდენი ხალხი რომ ამის გარშემოა გაერთიანებული სრული სიგიჟის გონებისთვის შეურაცხყოფელი სისულელეების გარშემო რო არის გაერთიანებული ეს უპრეცედენტოა. ესეთი რამე მე ახლა სხვა ქსელებსაც ვეცნობი და სხვა მედიებსაც ხო? რაც ის არის ტყუილის ხარისხით დაუშვათ ნაკლები CNN-ი იქნება თუ და USNBC და ასე შემდეგ დაუშვათ. ჩვენ პირველზე ვარ. მაგრამ ნუ აქ ესე იგი ეს ტიპაჟები ახლა ქართველები მაინც ესე გამოხატვა მეტი ექსპანსიურობა და ესეთი კავკასიელები ვართ მაინც ასე ვთქვათ ეთნიკურად ესეთი ძლიერი ენერგეტიკა. ესე იგი ასეთი ცოფიანი პირდაპირ ენერგიული ბოროტი ცოფიანები ჩვენთან რო არიან ესე თავმოყრილი ამ მედიებში და სოციალურ ქსელებში და ამაში არიან გავარჯიშებული ამით ცხოვრობენ როგორ მოწამლონ და როგორ ელოდებიან იმისავით რა ქვია ეს მართლა გიენებით როგორ ელოდებიან სვავებით რომ რაღაცა მოხდეს რაღაცა გამკვლელობა რაღაც უბედურება სტიქიური უბედურება გოდოლაძე რო იყო არ დამავიწყდება იქ რა ჩაყაშყაშთა იქ იქ მეწყერი და კავკასიონზე ის რომ უნდა გაეკეთებინა მთელ თავშესაფარიც მე პოლიტიკური თავშესაფარი ხო სადღაც გაიქცა წარმოგიდგენთ როგორად თუ სურათებს ხატავენ ქვეყანაში აპოკალიფს ხატავენ და მე ამის საფუძველზე იღებენ პოლიტიკურ თავშესაფარს აი რადონის მარაზმია ეს ყველაფერი მე მაპატიეთ ამ ფრაზის ეს ლიტერატურული ფრაზაა და რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიხარ, იმიტომ რომ მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. თუნდაც ახლა ბოლო დღეებში აქტუალური არის რა თემა. საქართველოში იმყოფება კარდიოლოგი ცნობილი ბატონი ლეო ბოკერია. რუსეთიდან ჩამოვიდა პუტინის ექიმი. ამაზე სოციალურ ქსელში არის კატასტროფა ხდება. სოციალურ ქსელში ამ რადიკალურმა მედიამ გახსნა ეს მკვლელობა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა გახსნა სოციალურმა მედიამ და დაუკავშირეს ხან ვის საოცრებები ხდება და ბოკერიას ჩამოსვლას უკავშირებენ იმან რომ პუტინმა გამოაგზავნა რომ ნახოს ვინ მივა ლევან ჯანგველაძის გასვენება. წარმოგიდგენიათ რა ხდება. არაჩვეულებრივი მართლა სოხუმელი კოლუკ ძალიან კარგი სოხუმელი ბიჭი არის მოკლული არაჩვეულებრივი ადამიანი არის მოკლული. მე არ მეგულება აფხაზეთელი ვინც არტირის აი ამ ძიმე ტრაგედიას. მართლა ყველას მოუკლეს ეს ახალგაზრდა ბიჭი. ძალიან კარგი ადამიანი. მე არ მეგულება ადამიანი ვინც იტყვის რომ ლევან ჯანგველაძე იყო ძალიან ბევრს მე ვიცი ძალიან ბევრი მაგალითები და უბრალოდ თავს შევიკავებდი რაღაც კონკრეტული მაგალითების და ჩემს გარშემო ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი ახლობლები ვიცი და უბრალოდ გახსნეს მკვლელობა და უკავშირეს საშინელს ამ ადამიანს ყავს ძმა ამ ადამიანს ყავს დედა 86 წლის ყავს და არაჩვეულებრივი გლოვა არაცავლის ოჯახს საშინელება ხდება და გამოაგზავნეს ლეო ბოკერია დამსახურებული ექიმი რომელიც ხშირად სხვათაშორის სააკაშვილის დროსაც ჩამოდიოდა ის საქართველოში და პუტინის ექიმი ჩამოვიდა ლეო ბოკერია არის სოფლიო მედიცინის და ქირურგიის ვარსკვლავი კაცო სულ არ არის პუტინის ექიმი სხვათაშორის არ არის პუტინის ექიმი ჯერეთი აღარ მინდა ლაპარაკი ამის შესახებ კიდე ერთხელ ვამბობ რომ ეს ორგანიზებული აი ბოროტი ბრიყვების გამოყენებით ორგანიზებული საზოგადოების ქვეყნის მოწამვლის ინსტიტუციები სასწრაფოდ არის გასაუქმებელი. აი მაშინ ეშველება ამ ქვეყანას. გინდა ამას მედიის დევნა დაარქვი, გინდა ინგა გრიგოლიას ტანჯვა დაარქვი და ტრაპაიძის ისა რა ქვია, მარტვილობა და ასე შემდეგ და გინდა კიდე აკუბარდია რო არ გარდაიცვალოს იმ თავის იმაში ბოლოს და ბოლოს იმ თავის სტუდიაში ხო ელბახიან და ის დაარქვი. გადარჩენის ოპერაცია დაარქვი. ეს უნდა დამთავრდეს. თუ არ შეიძლება, აი ეს განუწყვეტელი მოწამვლა რაღაც სიგიჟეებით, ხო? ახლა იქ უხაშვილის ვერსიებზე ხო აღარაფერს ვლაპარაკობ, ის საერთოდ ასტრალშია გასული და ის რო ყავს კიდე მეტრეველი. საგიჟეთია ეს ხალხი ავათარი. როგორც ჩანს ეს მე შემჩნეული მაქვს, როგორც ჩანს ეს მედიით ხშირი გამოჩენა ბევრზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ანუ დიდება წენთ.
იმიტომ ნუ აშკარად ახლა ნაწყენი აქვს რა რაღაც ის აქვს გონებრივი აშლილობა აქვს ხო ეს ცხადია გონებრივი აშლილობა აქვს ეს არ არის ეკონომიურ საკითხებზე მიბმული ეს ჩვეულებრივი გონების აშლილობაა და თანაც კიდევ ერთხელ მაგუბ ესენი ვერ გაჩერდებიან სანამ სისტემაში არიან და ეს იგივეა რა კიდევ ერთხელ შევადარებ ამ იმას რა ქვია საცეკვაო ქორეას ხო ანუ ადამიანები იწყებდნენ ცეკვას და ვერ გაჩერდებოდნენ და იღუპებოდნენ არის კიდე მეორე ბუნებაშიც არის ეგეთი მაგალითად ჭიანჭველების სასიკვდილო რბოლა ქვია ფერომონები ფუჭდება ნუ ახლა ესე ხსნიან მაგრამ ნუ ფაქტი ერთია რომ მთელი ბუდე ჭიანჭველებს იწყებს წრეზე სირბილს ჯერ გარკვეული რაოდენობის ჭიანჭველები იწყებენ სირბილს წრეზე მე ამას აყვება მთელი ბუდე და ახლა ეს ბუდე დაახლოებით ერთი ქალაქია თუ გადავიყო ადამიანები როეულა ჭიანჭველების ბუდე იწყებენ ესე სირბილს წრეზე და ძალიან ცოტა გამოდის იმ წრიდან ცოცხლა მე სანამ არ იღუპებიან დარბიან ეგ ახასიათებს კიდე ერთი მატლი არის ახლა დამოვიწყდა იმის ეს რა ქვია სახელი ის არის რა ქვია დაახლოებით აბრეშუმის ჭიის მსგავსია და ის მატლები მიდიან და იგივე ემართება წრეზე დარბიან ახლა ეს მატლებს შევადარო ჭიანჭველებს თუ რა ვიცი საცეკვაო ქორეას შევადარო მაგრამ ნუ ეს არის სასიკვდილო რბოლა აი მაგალითად ირაციონალურია ხანდახან მაგალითად ვეშაპები ამოვარდებიან ხომე უცნობი მიზეზების გამო იმაზე რა ქვია ნაპირზე ეგეც არის ხო არის ესეთ ბუნებაშიც გვხვდება და ჩვენთან ახლა სანამ დაიღუპებიან ეს უპატრონოები მართლა და დაღუპავენ ამ ქვეყანას ოდენდე შეიძლება იყოს 500,000 კაცი გააგიჟეს თუ 740,000 ხო თუ რამდენი ციფრი უკვე აღარ იქნებიან მე მგონი ამაც იგიჟებს შეუყურებენ არიან ხო არა ხო მე ესე ნელ გაუვათ განიავდებიან ცოტა იმიტომ რომ ყოველ დღე მოდებიან ახლა რა სიტყვის გვარამია რა სიტყვის იგაგრიგოლია და აღეგზნებიან და ამ უარყოფითი ინფორმაციის მიღება გადამუშავება იმ შედეგად განიცდიან სიამოვნებას ხო და მე ახალ დოზას ელოდებიან ესე ნარკოტიკია ჩვეულებრივი უარყოფითი ამ ნარკოტიკის ის არის დოპამინის გამოყოფის ციკლი არის ეგა ხო და ეს უნდა რაღაცნაირად დავამთავროთ აღარ შეიძლება ეს უკვე შეუძლებელია რამდენი წელია კაცო ეს ირმაყვირი საქართველოში რამდენი წელია ან მარადა ყველგან ფათაშოვის ახლა წარმოვიდგინე სცენარი ქაშვეთის ეკლესიასთან სადაც იქნება მისი გამოსვენება ლევან ჯანგველაძის დგას ლეო ბოკერია და წერს სიას ვინ ჩამოვიდა ვინ იყოს ამ დროს ეს ლეო ბოკერია ძალიან ხშირად სააკაშვილის როსაც ჩამოდიდა ხო გვახსოვს ეს შეხვედრები თუ აი მაგაზე არ უნდა შეხვიდე მაგ ჯელობაში ეს აბსურდი იმდენად მარტო უნდა დატოვო ესენ თავიანთ აბსურდთან არა მარტო უნდა დატოვო ახლა ეს ის რა ქვია ეს ქალბატონი პომპადური ეს რაგვარია გადაყენებული ბონაპარტე ხო ახლა დაბრუნდა ეს დაბრუნდა იქ საიდანაც წმინდა ელენეს კუნძულზე იყო გადასახლებაში და დაბრუნდა ახლა და რაღაც რა პროტესტა რის წინააღმდეგ გაცხადეს პროტესტი აი კითხვას მოთხოვნა რა არის მოთხოვნა როგორც არის ცოდენ მაშინ 90-იან წლებში ბატონ სოსოლიძე სამოქალაქო ომის წინაპირობები რამაც გამოწია არც მაშინ არ იყო და რატო არა ვარ ხელისუფლებაში ყველა არის მოთხოვნა ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში ეს ახალგაზრდა ისინი რო არა გულანთებული ახალგაზრდები რო კითხო აი რა არის მოთხოვნა რა ევროპაში მინდა და ხო აგიდა ესენი გიდა ხელისუფლებაში არა კაცო მე ნაცია რა აბა როგორ გაყალბდა ვისასარგებლოდ გაყალბდა ესე ამათ გაუყალბდეს ამას იძახი ამათ მეტი უნდა აიღოთ ხო მეტი აიღეს ეკითხები ხო არა მე ნაცია რა არ ვიცი მაგრამ ევროპაში მინდა რუსეთში არ მინდა ასე კაცო იყო რუსეთში არ მინდა რა სად რუსეთში შვილო რა რუსეთში ნაყოფი ხარ იმ რუსეთში არა არც მინდა ვინ გითხრა რუსეთში მიდიხარ სად როგორ მიდიხარ რუსეთში როგორ რუსეთში მივიდი არჩევნები გაყალბდა როგორ გაყალბდა არჩევნები ვისასარგებლო არა მე ნაცია რა ვარ მაშინ გაიგე აი ამაში არიან კაცო ეს არის ანუ რთული თანწყობილია ქვეწყობილი წინარებება რომელიც ესე იგი ან ლოგიკური ბუნებრივი გრამატიკის სწავლება მათი ძალიან ძელი არიციან მათ გრამატიკა მე ლოგიკა გრამატიკა რომ არასწავლენ ეს ისტორიიდან გადავარდნილები ესენი უნდა გამოხვეტო იქიდან ვინც აქამდე მიგვიყვანა გრამატიკა არის ლოგიკის ნაწილი
გრამატიკა თუ არ იცის, მე ეს ლოგიკური აზროვნებაც, იმიტომაც არიან ეს არ შედიან განხილვაში. განხილვაში არც გრამატიკა არ იციან და შესაბამისად განხილვაში არ შევდივარ. რა რუსეთი რა არა რუსულ კანონს. გამიგეთ? აი ეგ არის. და ხე საუკუნეები იზრდება, მაგრამ ერთი ნაჯახი 1 საათში იმაშვება ანადგურებს, ხო? ეგრეა ჩვენი ეს კულტურაც. ეს თუ არ დროზე შევაჩეროთ, საერთოდ მართლა იმას პაპუასებად გადავიქცევით, უკვე გადავიქცეთ, ახლა არ არის ესენი ნაკლები არიან, რამით ის თავებზე მონადირეები რო ყავთ იქ პაპუასებს, თუმცა იმათ რას ვერჩიო. ხო? ხო ის თავებზე მონადირეები რო ყავთ იქ. არიან კიდე ეგეთი ტომები, რომლებიც განსაკუთრებულ იმაში არიან სიგიჟეებში, ესეც არის, ხო, ეთნოგრაფია, ეთნოლოგია, ეთნოგრაფიას რომ გაეცნობი, გადაირევი მისთან საოცრებებია. კისრებს რო იგრძელებენ მაგალითად, ხო? ან და კიდე 1000 რაღაცებს ვიკეთებენ. აბსურდია რომ ადამიანებს არ კონდეთ რაღაც ჩადენილი საერთოდ კაცობრიობას მართლა სიგიჟეები, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებული ის არის, რაები გააკეთეს კაცო, უდუს თან ეს ყველაფერი ახლა ვუდუ სერიოზული მაგიური ისენი აქვს რიტუალები. მაგრამ ესენი არიან ესე არ შემდგარი ვუდუისტები, ანუ ის ბრუხოები რო ჩამოიყვანეს, ბრუხოები ვინ არიან? ბრუხო არის ისინი. რა ქვია, ამაზონი, მექსიკის და იქით აი ამ მაგზონაში ინდიელთა მაგიური ცოდნის მატარებლები რა. ახლა ეს ბრუხოც ჩამოიყვანეს ვიღაც აფერისტი ბრუხო. მერე ის დაიწყეს, რა ქვია, შავი მაგია, ნემსებს არჭობდნენ, ეგეც არიციან, იმიტომ რომ მას თავის ცოდნა უნდა. კუბოებში ის ატარეს, ეგეც ვნახეთ, ხო? ხო და აფრიკაში ხოთაშორის ჯადოქრობისთვის ბევრ ქვეყანაში არის სისხლის სამართლის პასუხისგებლობა. ცნობილი. იმედე გამკაცრდება. და იქამდე მიგვიყვანენ ახლა ესენი მართლა. იმიტომ რომ არ ჩერდებიან კიდე იქ და იკრიბებიან და იქ ნემსებს არჭობენ კუსამძიმებს. კრემებს, თოჯინებს და ეგეც მაქვს ისინი რა ქვია ინფორმაცია და რაღაც რიტუალებს ატარებენ და ასე შემდეგ, ხო? ხო და იმას არ მოისვენებენ ახლა მაგის კრიმინალიზაციაც მოხდება ისე ვატყობ მე რა. საერთოდ სანამ კოცონები არა და ინტერვიუ ინკვიზიცია რო. კი ბატონო, ჩვენ კი საინტერესო ეთერი გამოგვივიდა ბატონო სოსო ბოლოსკენ და გავიცინოთ, მაგრამ მართლა ვითარება არის ძალიან რთული ამათ. თუ არ გავიცინეთ ახლა გაგიჟდება და საკურველია, იმიტომ რომ ვითარება მართლა ჩვენს გარშემო იმდენად იძაბება, ჩვენ სამწუხაროდ მართლაც აი რაღაცა მცირე ნაწილის გამო არ გვაქვს იმის უფლება, რომ შევქმნათ ეს პოლიტიკა. იმის საშუალება და შესაძლებლობას არ გვაძლევენ, მით უმეტეს არაჩვეულებრივი პერიოდი გვიდგება, თუნდაც იგივე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ ხელისუფლებას მაინც ალბათ შიში აქვს ბულინგის. იმედია შეიძლება და რუბიოს ეს განცხადება რომ გვიახლოვდება, ანუ სამხრეთ კავკასიას რომ უნდა მიიხედოს, ალბათ გვიახლოვდება და ნელ-ნელა მოგვიახლოვდება საქართველოსიც ჩამოაღწევს მათი გზავნილები. იმედია და დაიწყება ეს გადათვირთვის პოლიტიკა, რომელსაც მოყვება შემდეგ უკვე მართლაც შესაბამისი პოლიტიკის კეთება. არ შეიძლება, როგორც თქვენ უკვე ბრძანეთ, აი ესე მუდმივად გრძელდებოდეს, ვიყოთ ამ რეჟიმში, რა სიტყვიან რუსთაველზე, რომელსაც გადაიკეტება ქუჩა, რაღაც თითქოს სამსახურია ეს ერთგვარი. სამსახურია არა არის, ამან მაგაზე საერთოდ კომედიებია, მაგრამ ახლა ლიმიტი ამოგვეწევა. კი ბატონო, ბატონ სოსო, მართლა ძალიან დიდი მადლობა ესეთი არაჩვეულებრივი ეთერისთვის და საინტერესო გადაცემისთვის. ძალიან მისიამ ასეთი ეთერი მართლა არ მქონია თქვენთან და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენებ, რომ გადაცემის სტუმარი იყო პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით და მოგმართავთ თხოვნით, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაიზიარეთ, მოიწონეთ. აუცილებელია თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძვირფასო მაყურებლებოს, დაგვიჭერეთ მხარი და შემოგვიერთდით აი ამ კეთილ საქმეში. ხვალამდე და რაც მთავარია, მშვიდობია ღამეს გისურვებთ, ნახვამდის. ნახვამდის.